time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. შენს კალენდარში ნახე? კი, დედა და არ იყოს. ხაწაიღე გუში შემოგეცი. არ მოგიცია, დე, ნახე შენს ოთახში. დებო, აქ არის, აქ, ვიპოვე. მოდი, ბე. მეგონა აქაც სხვა. დე, მიდი აიღე რა რაც გჭირდება გზაში რომ გადაიმეორო და წავედით, ხო? ხარ ნერვიულობ, ბე. დებო, გუში ხო გახსოვს რაზე ვილაპარაკეთ? თავარია შიში არ მოუშვათ ჩვენთან და ყველაფერი გამოგვივა. ჩემო ციტოს. დე, წავედით, თორე დაგვიენდება. დე, ხოწები გზაში შენს გამხნევე რა. რას ვეზავდე? წავედით? ყველაფერი ჩადე, რაც გჭირდებოდა. კი, ყოჩა. კაი, აბა თქვენი ცით და კარგი ამბებით დამბიბრუნდით. აუცილებლად. კარგად. დავაგდება აქაურობა. შემოდით. მე ძახდი? მოდით ამჩი, მოდი. ვეღარ დავალაგე აქაურობა გავგიშდი რა. გინდა მოგეხმარო? არა, სხვა რამეზე მინდოდა შენთან ლაპარაკი. რამე პრობლემა ხო არ არის ახალ ფილიალთან დაკავშირებით? თუ რამეა შემიძლია აჩის დაველაპარაკო. არა, არ მინდა აჩი. მარიამთან დაკავშირებით მინდა შენთან ლაპარაკი. მარიამთან? კიდე რამე ჭირს? თამთა. შენ და მარიამი ხო მეგობრობდით? როგორც მახსოვს, ძალიან ბევრჯერ დაუფარებია შენთვის ხელი. და რატო გადაწყვიტე ხა უცბად რომ ესეთი მკაცრი უფროსი გახდე ცოტა ვერ ვხვდები იცი? გასაგებია. უბრალოდ შენც ხო კარგად იცი. თუ მარი შეცდომაზე დავხუჭავ თვალს, ეგრევე სხვის თვალში დავკარგო მენეჯერის სახელს. ისედაც სულ ჭორაობენ. მე რო დავნიშნე. ჩემო საყვარელო, მარის ეხლა ძალიან მძიმე პერიოდი. დედა ყავს უმძიმესი ონკოპაციენტი და მოდი ჩვენ უღარ ვანერვიულებთ, კარგი? მართალი ხარ. უბრალოდ ვერ ხვდები ისე როგორ მოვიქცე რომ მარისაც არ ვაწყენინო და თან სხვებთანაც მართალი ვიყო. თან წარმოვიდგინე, როცა მარიამს რაღაცას პატიობ, სხვებმა რა დააშავეს. უნდა მოვიფიქროთ რამე. მოუგვარებელი არაფერი არ არის. თამთა მოუგვარებელი მართლა არაფერი არ არის. ნონა, რა სიურპრიზია? მე თო შენი ამბავი რო გავიგე გოგო რა გამაჩერებდა იმ წუთაზე გამოვარდი როგორ კარგად მომეცი რა ამბავია მომეც შემოგატანინე გაუშვი კაცო ხელი აქამდე ჩამომიტანია და ხა სამზარეულოში ვეღარ მივიტან თან შენთვის იმის აწევა არ შეიძლება აქეთ ხო ნონა ცოტა არეულობა ახლა ვაპირებდი დალაგებას აი მე რა დროს დალაგებაა შენ მდგომარეობაში მე გული გამისკდა რო გავიგე შენი ამბავი რა საიდან გაიგე გოგო ციცოს მული ხო იცი შენ ეგთანია ხო და იმას უნახე ხარ კლინიკაში და ხა მომერიდა შენთან მოსვლა და ესე პირდაპირ კითხვა ექიმებში გავუკითხავს მე და ესე გავიგეთ მე მოვიდა მე მითხრა და მე გავგიჟდი გადავივიდე რა ნახე წვანილი არაჩვეულებრივი სუდილი დაწყვეტილებია წამიდო დავიცი კაი ყოველი ჩადო სოფლის კვერცხი არის ქათამი არის აი თავი დაჯექი მოითქვი სული მარა არაფერი არ მინდა შენის მითხარი როგორ ხარ და რას აპირებ
არაფერი ვიყავი გერმანიაში, ჩავაბარე ანალიზები და გამიკეთებენ ოპერაციას და ნახოთ მერე. კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. და შენ სანამ ჩამოხვიდოდი, ეს ამბავი იცოდი უკვე. კაი რა. და ამერიკაში უარი გითხრეს მკურნალობაზე? რა ვიცი, ეგრე გამოდის რა. კარგი, არ გვინდა ეხა ცუდ რაღაცებზე ლაპარაკი რა. შენ ეს მითხარი, როდის ჩამოხვალ ხა სოფელში? ხო იცი, შენთვის ჰაერის გამოსვლა ძალიან კარგია. აი, გაირკვევა ახლა ეს გერმანიის საქმე და მე თუ რაღაცა უნდა გითხრა ეხლა. ეხლა არის დათესვის პერიოდი. ნახე, შენს მიწას თუ გამომაყენებინებ, ჩემებს დავათესინებ, რა ვიცი, მწვანილი იქნება კიტრი, პომიდორი, სეზონური რაც იქნება და შენ ზაფხულში რო ჩამოხვალ, მე ყველაფერს დაგახვედრებ. როგორი აზრია? კი, კარგი აზრია. უბრალოდ ეგ მარის უნდა გითხო. ეხლა ეს სოფლის სახლიც და მიწაც მარისია და მარის გარეშე ხო ვერ შეგითანხარ. არა, შენ ეხა სანამ წასულიყავი, ხო ისე მოუარეს იქაურობას და ეხლა ალბათ საერთოდ გადაყვებიან. აი, გაჩა. რა? ყოველს ვამბობ რამეს თუ რა? შენ სიძეს ვერც ერთი მეზობელი ვერ ცნობს სახელზე. აბა. და სხვათა შორის, იმ შენ სახლსაც ხავსი შეჭამდა მე რო არ ყოფილიყავი. ვიცი, ნონა, ვიცი და ძალიან მადლობელი ვარ შენი, მაგრამ ეხლა ობადამარი მიხედავენ ყველა. კარგი, წავედი ეხლა მე. ჯამრთელად იყავი შენ და მიხედე შენ თავს რა. უცოდ ეხლა არა, გოგო, გიზომ ჩამომიყვანა. ხო და ეხლა უკან ბრუნდება და უნდა წავყვე მე რა. მაგრამ შენ იყავი ჯამრთელად და კარგად რა. ცოტა დარჩენილი. არა, სათმცალია. მე ეხლა შემოგირბინე პროდუქტები რომ მომეტანა. კარგად იყავი, ღმერთი შენსკენ შემოყალბო რა. ნონა, ძალიან დიდი მადლობა, როგორ შეწუხდი რა. კარგი რა. წავედი. მომიკითხე შენები. კარგად, შემოყალბო. It's okay. Someday I'm gonna be with you. რანაირად მოიტანეს ეს სწრაფად? მოდი რა. შემომიშვებ? მოდი. ეს რა არის? უნდა დაველაპარაკოთ. კაი, მიდი. იმედი მაქვს, ეხლა საჩხურად არ მოხვედი. პირიქით იმის თქმა მინდოდა რომ ვწდებოდი. ოჰო, ეს რა სახალია? იცი, ეს დღეები ვფიქრობდი და მივხვდი რომ ზედმეტად ჩავერიე შესცხოვრებაში. მაგას ცოტა უფრო ადრე მივხვდარიყავი არა? დიდი კონსე არ შეიძლება. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, არც ბავშვისთვის. მე ვიცი რომ ძალიან გაბრაზებული ხარ ჩემზე და შეიძლება ჩემი მოსმენაც არ გინდა, მაგრამ გვპირდები რომ დღეიდან უშენოდ არც არაფერს მოვიმოქმედებ და არც არავითარ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. შევრიგდეთ რა. მომენატრებე. რა გაწირებს და მენი ჰორმონების ბრალია. შევიყავი მე გავაღებ. კურიერი იქნება და გამოართვი რა შეკვეთა. გმადლობა. მე კი დაგპირდი რომ შენ ცხოვრებაში არ ჩავერევი, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობაზე არაფერი მithქვამს და რა არის ეს? რა? ჰამბურგერით და ფრით აპირებ ბავშვის გამოყვებას? ოც ვავჭამეთ რაღაცას, მაგრამ ეხლა ძალიან მომინდა. ხო და დაიღიწე. ისეთ ჯანსაღ სენდვიჩს გაგიკეთებ, პროდუქტებიც მოვიტანე არაჩვეულებრივი საერთოდ და გავიწყდება ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ ერთხელ შევჭამ და მე რაც გინდა ის გამიკეთე. არა მეც.
ბებო, სად არის დედიკო? საფთან დავტოვა და სამსახურში გაიქცა. იცი რა, მაგრამ ჩავატარე გასაუბრება. გინაცვალეს, ბებო, აბა რა იქნებოდა? მე სადაც ვაკეთებ, თან მომიყევი წამოდი. სანამ შევიდოდი, ის უმთქვითი ვაჯიშები გავაკეთე დედამ რომ ასწავლა. მართლა? დაგეხმარა, ბებო? დამშვიდდი და შევედი. ორი დავალება იყო და შემდეგ კითხვები დაგვისვეს. ადვილი იყო, ბებო? კი, ძალიან. რა კითხეს? შენზე მოუყევი. შემდეგ დედაზე, მამაზე და კატოზეც. შემდეგ გვითხრს რა გინდა რომ გამოხვიდეო მამა. და რა უპასუხე? ყველაფერი სიმართლე. ბებო, იცი რა მაგრა შემაქეს? მართლა, ბებო, ესე იგი მიდიხარ ლონდონში? კი. ბებო, რა ჩამოგიტანო ლონდონიდან თუ წავედი? არაფერი, ბებო, რა უნდა ჩამომიტანო, თამარია, წახვიდე და ძალიან მაგრად გაერთო. კარგი რა, ბებო, შენ ამერიკიდან რამდენი რამე ჩამომიტანა, მეც ხომ უნდა ჩამოგიტანო. აი, ბებო, შენ მოვიფიქრებ და გეტყვი, ხო? კარგი, დედიკოსა ჩამოვიტანო ჯუქარ, მამიკოსა და კატოსაც. აი, მანამდე სადილის გაკეთებაში მომეხმარები? კი. აი, მაშინ წადი ხელები დაიბანე, გამოიცვალე და მოდი, ხო? It's okay. Someday I'm gonna be with you. აი ახლა ნამდვილად ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. არა მარია, უხერხულად მე ვარ, რომ ასე მკაცრად მომიწია შენთან მოქცევა. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა თანამშრომლების გამო. მესმის. რაც თავარი ყველაფერი მოგვარდა. თან თამთას კარგი ამბავი აქვს შენთვის. რა ამბავი? ვიცი რომ შენი არეული გრაფიკი დედა შენი სავადმყოფობის გამოა. კი, ნამდვილად. ხო და რახან ახლა ოპერაციას უკეთებ და ისედაც არ გეცლება. გადავწყვეტეთ რომ ერთთვიანი შვებულება მოგცეთ. თან დედასანაც იქნები, რეაბილიტაციაშიც მიეხმარები და სამსახურზე სახარი ნერვიულებ. კი, მაგრამ არანაირი მაგრამ. ხო. ერთთვიანი შვებულება გეკუთვნის. არ ვიცი რა მეშველებოდა მე თქვენ გარეშე. ჩვენ რა გვეშველებოდა შენს გარეშე. ძალიან დიდი მადლობა, ორივეს. მარიამ, ხო მოიწერები იქიდან? აბა რა, ოღონდ კარგი ამბები. აუცილებლად. წავალ მაშინ ხო? კოცნი. კარგად.